2016 წელს დაფუძნდა გეორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი. მას ხელმძღვანელობს დასს მარიამ ალექსიძე. სასიამოვნოა, რომ მოღვაწეობის ამ პერიოდს ეძღვნება შესანიშნავი წიგნი დავით მაზიაშვილის, რომლის სათაური არის ძალიან მრავლის მეტყველი, სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა და შემდეგ მეორე, ასე ვთქვათ, ქვასათაურივით დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისეთი წიგნი, რომელიც გვიჩვენებს ავტორის, ასე ვთქვათ, უკიდეგანო განათლებულობას, რადგან მის წიგნში განხილული არის შესანიშნავი ლიტერატურათმცოდნეობითი საკითხები, თითოეულ ბალეტს იგი უძღვნის შესანიშნავ ნაშრომს, როგორც ლიტერატურათმცოდნე და ამასთანავე როგორც საბალეტო საქმის კარგი ექსპერტი. მისი წიგნის საკითხვისას ადამიანი იღებს როგორც ესთეტიკურ სიამოვნებას, ლაღი სტილისა და ძალიან გასაგები ენის გამო, არამედ ასევე დიდ სულიერ სიმდიდრესაც, დიდ სულიერ განცდაც, რადგან უამრავ რაღაცას ახალს გაიგებს და შეიმეცნებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის მარიამის შემოქმედებაში ის, რომ დიაპაზონი მისი არის ძალიან დიდი. რას ნიშნავს დასავლური ლიტერატურა? აქ უნდა ავიღოთ ორი მხარე. ერთი, როდესაც იგი უშუალოდ იღებს დასავლეთ ევროპის ლიტერატურის წარმომადგენლის ნაწარმოებს, ტექსტს და ამ ტექსტის საფუძველზე ქმნის საბალეტო წარმოდგენას. ხოლო მეორე არის, როდესაც მისი საბალეტო დადგმები აბსოლუტურად რომ არ არიან კავშირში დასავლეთის ლიტერატურასთან და კონკრეტულად ჩვენთან არსებულ ვითარებას ეხებიან, ეხმიანება ხოლმე, ესე იგი, დასავლეთ ევროპის წერლობას, გარკვეულად მოტივთან მსგავსებით თუ სათაურთან მსგავსებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მასში იმდენად არის შემოსული ევროპული ლიტერატურა, რომ საშუალებას აძლევს ეს დავით მაზიაშვილს ნახოს გარკვეული პარალელები. მარიამს შეუძლია სიტყვა პოეტურ ტექსტში თავად აქციოს მუსიკად და მოძრაობად, პლასტიკად. დავით მაზიაშვილის წიგნი არის მართლაც სანიმუშო, როგორ შეიძლება დაწერო ერთი ხელოვანის შემოქმედების შესახებ ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად გამოგზაურებს მსოფლიო ცივილიზაციაში, მსოფლიო კულტურაში, დასავლეთის კულტურაში მთლიანად და ასევე გვთავაზობდეს ძალიან დიდ, მე ვიტყოდი, წიაღსვლებს ფილოსოფიაში, კულტურის ისტორიაში და ასე შემდეგ.